უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ბრიუსელის ბიუროკრატიას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ბრიუსელის ბიუროკრატებმა ევროკავშირი დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლაციაში მოაქციეს. განცხადებასთან ერთად ვიქტორ ორბანმა ერთ-ერთ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ ევროკავშირი ლუზერთა კლუბად ქცევის რისკის წინაშეა და რომ გაერთიანებაში ცვლილებების დროა. ევროკავშირი იზოლაციაში მოექცა მისი ამჟამინდელი ლიდერების მიერ. ნუ მისცემთ უფლებას მოგატყუონ, როცა იზოლირებულებს ჩვენ გვეძახიან. ჩვენ შევეჩეხეთ ძველ კომუნისტურ ხრიკს. ისინი ყოველთვის ადანაშაულებენ ოპონენტებს იმაში, რასაც თავად აკეთებენ. სიმართლე ისაა, რომ არც ერთი სხვა კონტინენტი არ არის ასეთი იზოლირებული მსოფლიო წესრიგის ყველა მთავარი მოთამაშისგან. ევროპა იზოლირებულია ამერიკის ახალი ხელმძღვანელობისგან. ევროპელმა ლიდერებმა დონალდ ტრამპი დემონად დახატეს და ეს სამწუხაროდ გვახსოვს არა მხოლოდ ჩვენ, არამედ შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასაც. ევროკავშირი ჩინეთისგან იზოლირდა იმით, რომ ერთ-ერთ მსოფლიო ეკონომიკურ ზესახელმწიფოს სისტემური კონკურენტი უწოდა და მის წინააღმდეგ სატარიფო ომი დაიწყო. ევროკავშირი ასევე იზოლირდა რუსეთისგან. ევროპელი ლიდერები რუსეთ-უკრაინის ომს როგორც თავისას, ისე მოიხსენიებენ. მათ მოშალეს იაფირუსული ენერგია, მოწინავე ევროპული ტექნოლოგია და ეკონომიკური სტრუქტურა ჩანაცვლების გარეშე. ევროკავშირი იზოლირდა მომავლის კონტინენტისგან, აფრიკისგან. საღი აზრის ნაცვლად მათი თანამშრომლობა განპირობებული იყო LGBT და გენდერული პოლიტიკის ხელშეწყობით, რომელიც სრულიად უცხოა ამ რეგიონისთვის, რითიც შეუძლებელი გახადა ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის დამყარება. თუ ასე გაგრძელდება, ევროკავშირი გახდება ახალი მსოფლიო წესრიგის აბსოლუტური ლუზერი. ჩვენ მადლობას გიხდით, მაგრამ არ გვინდა ვიყოთ ამ ლუზერობის ნაწილი. ჩვენ გვინდა მეგობრობა, თანამშრომლობა, ეკონომიკური კავშირები და სარგებელი საერთაშორისო პოლიტიკაში.